კაცურად და ალალად მინდა გასწავლო ისეთი კვება, რომელიც არ დაგტანჯავს და არ გაგაწამებს, იმიტომ რომ ვიცი, ვისაც უნდა წონის კლება, ხშირად ისეთ დიეტებს იწყებენ, რომ აი სულ დატანჯულები არიან, უკვე ფხასიათში გადადით, სულ შივრები არიან და ანუ ვერ მიდიან ბოლომდე ისე იკვებებიან. რეალობა არის ის, რომ გასწავლი ახლა რა უნდა ამოიღო შენი რაციონიდან და რა უნდა ჩასვა, ანუ შიმშილი არ არის აუცილებელი. უნდა ამოიღო მავნებლობები, პირველ რიგში გაზიანი სასმელები, ტკბილი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ზეთში შემწვარი პროდუქტები და უნდა ჩასვა ჯანსაღი საკვები რაციონში, უნდა ჩასვა ხორცეული, თევზეული, თუ არ გაქვს ხორცეულის და თევზეულის ფული, მაშინ კვერცხი, სოკო, ლობიო, ოსპი, პარკოსნები, ასევე ჩასვი თხილეული, რძისნაწარმი, ცოცხალი, ხილბოსტნეული და გააჯანსაღე შენი კვება. მაგალითად, სადილზე ჭამე დაბალანსებული ულუფა, ბევრი ბოსტნეული, ფერადი სახით ბოსტნეული სალათი, მიაყოლე რამე ცილოვანი კერძი, ხორცეული, თევზეული, კვერცხი, სოკო ან ლობიოს კერძი, მიაყოლე ცოტა რთული ნახშირწყლები, შავი პური ან წიწიბურა მაგალითად. წახემსებებზე მიირთვი რძისნაწარმი, თხილეული, ცოცხალი ხილი მიირთვი და მოკლედ გააჯანსაღე შენი კვება, შიმშილი გამორიცხე, დალიე ყველა ჭამის წინ წყალი ძალიან მნიშვნელოვანია, არის შიმშილო და ყველაფერი წავა ხუთიანზე, ნუ იტანჯავ შენ თავს.